ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ბავშვი. ვინ თუ არა ქართულმა კულტურამ და ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ დადო რეალური შედეგი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ეს არ არის დღევანდელი, არც გუშინდელი და არც ხვალინდელი არ იქნება, ეს იქნება მრავალსაუკუნოვანი და მე ვეყრდნობი მრავალ საუკუნოვან გამოცდილებას აი ამ ყველაფრის პრევენციის კუთხით. ფაქტიურად გაძლევს ფორმულას, ერთი დიდი ფორმულა, უბრალოდ როგორ იყო დაბალანსებული მშვიდი, რითაც მე შეძლებ ნებისმიერი შენი დასახული მიზნის შესრულებას და მიღწევას. მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ ძალიან საინტერესო პოდკასტს, რომლის სახელწოდებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. კურუმთა კვალდაკვალ. კურუმთა კვალდაკვალ არის საბას საავტორო, ასე ვთქვათ, გასვლითი ტურების სახელწოდებაც და ახლა გადმოვიტანეთ პოდკასტის სახით, რადგან გვინდა რომ ეს თემა უფრო დეტალურად ჩაიშალოს და უფრო ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხოს. დღეს მე ვიქნები, ასე ვთქვათ, წამყვანი, რადგან პირველი სტუმარი გვეყოლება საბა, შემდეგ უკვე საბა თავად წაიყვანს ხოლმე თავის, ასე ვთქვათ, პოდკასტ გადაცემას და გვეყოლება ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი. ბევრ საინტერესო მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. დღეს კი თავად წამყვანი და ავტორი უნდა გავიცნოთ. კი ბატონო. მოგესალმებით საბა. გამარჯობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბევრი გიცნობს, მით უმეტეს ჩვენი მაყურებელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ გიცნობენ შენ როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელს, ასევე როგორც იბერიულ-კავკასიური სუნთქვითი პრაქტიკის, ასე ვთქვათ, პრაქტიკოსს, წამყვანს, მენტორს და ასე შემდეგ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჩვენი ცენტრი დელია არის პირველი, ვინც დაიწყო პრაქტიკულ დონეზე აღდგენა ეგრეთ წოდებული კავკასიური სუნთქვითი პრაქტიკების და შემდეგ უკვე შენ ძალიან ბევრი რამ გამოიკულიე, შეისწავლე და ეხლა დღეს ძალიან საინტერესო გაგიცნოთ პირადად შენ, რამ მოგიყვანა ამ გზამდე, რამ დაგაყენა ამ გზაზე და შემდეგ უკვე უშუალოდ ვისაუბროთ ამ პრაქტიკაზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რამ მომიყვანა და რამ დამაყენა ამ გზაზე. ზოგადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის არა მარტო ის თუ ვინ ვართ დღეს, არამედ ის საიდან მოვდივართ, რისთვის ვართ და რა არის ის მთავარი და ფუნდამენტური ღირებულება ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ ხალხში, რამაც გადაარჩინა, რამაც დღემდე მოიყვანა, რა გონის მატარებელი ვართ, რა ინტერესის სფეროები ქონდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, რითაც მოვედით დღეს, რა შესაძლებლობები თუ უნარები გაგვაჩნდა. ფაქტიურად ჩვენი კულტურის უდიდესი ისტორია ყველა იმ მიმართულებას ცემს პასუხს, რაც ადამიანს, ჩვენ საზოგადოებას თავისი ყოფის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ჰქონოდა კითხვების სახით. და ჩემთვისაც ძალიან ფუნდამენტური აღმოჩნდა ის კითხვები, თუ ვინ ვართ, რისთვის ვართ, სად ვართ და საით მივდივართ ზოგადად, რატომ ვართ ამ რეგიონში, რატომ მოვედით, რატომ დავიბადეთ საერთოდ ამ სისტემაში, ამ ქვეყანაში, ამ საზოგადოებაში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანში არის რაღაც მნიშვნელოვანი ისეთი, რისთვისაც ამ ადამიანმა უნდა იღვაწოს, რასაც უნდა მიაგნოს პირველ რიგში, რომ მე ამ ყველაფრისთვის რაღაცა გარკვეული მოღვაწეობა ჩაატაროს, ასე ვთქვათ და მოკლედ რაღაცნაირად ჩემი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, რასაც ინგრიდი საუბრობს, ეს იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნება, ქართული პოლიფონია, ცეკვები, მასში დაფარული უდიდესი საიდუმლოებები თუ ისტორიები და აი ამ ბოლო დაახლოებით 7-8 წლის განმავლობაში, რაშიც მე პრაქტიკულად ვიღებ მონაწილეობას არამედ თეორიულ დონეზე და სიღრმეზე ვიკვლევ, არამედ ვაპრაქტიკებ ჩემს საკუთარ თავზეც და რეალურად ვხედავ რა შესაძლებლობების მატარებელია. თუმცა ეს არ არის სრულყოფილი, იმიტომ რომ ეს არის გარკვეული ეტაპები, როცა გარკვეულ დონეზე უნდა მიაღწიოს ადამიანმა, რაც უფრო მეც ხვდები და მეც შეიმეცნებ მეტი
ინტერესი ჩნდება. მოკლედ, იბერიულ-კავკასიური სუნთქვითი ვარჯიშები არის უნიკალური სისტემა და მე ვიტყოდი, რომ პირველი ნაწილი, როცა ადამიანი იწყებს გარკვეულ ვარჯიშებს, გარკვეულ მენტალურ თუ ფიზიკურ გაჯანსაღებას, სუნთქვები და ეს პრაქტიკები არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი. საბა ჩვენ ვიცით რომ შენი ასე ვთქვათ მოღვაწეობა ამ სფეროში კონკრეტულად თორე ბევრი სფერო გაქვს მოღვაწეობის დღეს ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულად ამ მიმართულებით დაიწყო ქართული საბრძოლო ხელოვნებით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი მაინც რა იყო ის ფუნდამენტი და ის ქვაკუთხედი რამაც დაგაწყებინა უფრო სიღრმისეულად ძიება რომ აი რატომ არ დაკმაყოფილდი იმით რაც ოდნაც უკვე იყო და რასაც ითვისებდი და რასაც გადასცემდი მომავალ თაობას სიმართლე გითხრა, ყოველთვის მქონდა შინაგანი რაღაც ნაკლოვანების განცდა, რომ რაღაც აკლია აი ამ ხელა ფილოსოფია თქვა თუ ფიზიკურ გამაჯანსაღებელ სისტემას, რასაც ჩვენი ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს. მუდმივად მქონდა ეს განცდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აკლია მას. მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ვხედავდი თუნდაც აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებებს რამ ხელა ფილოსოფია თუ ისტორია თუ ვარჯიშების სისტემა უძღვოდა წინ სანამ აი უშუალოდ რაღაც გარკვეულ ბრძოლამდე მივიდოდა იმას გაჯანსაღება უნდა სხეულის, ფსიქიკის, მენტალის, შინაგანის სიმშვიდე უნდა, ბალანსის შეგრძნება უნდა, კონცენტრაციის უნარი უნდა. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ხელების, ფეხების ან კუნთოვანი მასის გაზრდის სისტემა, ეს არის მთელი სისტემა თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი ჩამოყალიბებული, დაბალანსებული, კონცენტრირებული, რომ შემდეგ თანამედროვე თუ არათანამედროვე თუ ნებისმიერ მომენტში და ცხოვრების განმავლობაში მიაღწიოს წარმატებას და დასახულ მიზანს. და ეს სუნთქვითი ვარჯიშები რეალურად არის პირველი, რომელიც ხსნის ჩვენს ტვინს, ასე ვთქვათ, ტვინის ძალიან მნიშვნელოვან უჯრედებს. რეალურად ჩვენს ყოფაში არ გვაქვს შესაძლებლობა, თუნდაც სუფთა ჰაერით ვიყოთ რაღაც გაჯერებული, ჩვენი სხეული იყოს გაჯერებული და შესაბამისად სათანადო რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს ტვინს და ჩვენი სიცოცხლის ერთადერთი მთავარი ინდიკატორი, ასე ვიტყოდი, არის სუნთქვითი რიტმი და სუნთქვა ზოგადად და ჩვენ ფაქტიურად სუნთქვაც კი არ ვიცით სწორად რომ სათანადოდ იყოს გაჯერებული ჩვენი ორგანიზმი აი ამ ჟანგბადით. სწორედ ამ სუნთქვითი რიტმის გარეშე შეუძლებელია გარკვეული ნებისმიერი ვარჯიშების სისტემის გაკეთება, იმიტომ რომ ფაქტიურად დაუბალანსებელი სუნთქვა ნიშნავს დანგრეულ ორგანიზმს, დანგრეულ ფსიქიკას და დანგრეულ ფიზიკურ შესაძლებლობებსაც ასევე. აი სანამ ამ პრაქტიკულ ნაწილზე გადავალთ, მე მაინც უფრო კიდევ უფრო მეტი სიღრმეები მაინტერესებს, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამასაც ჩვენ შევეხებით. უფრო მეტად მაინტერესებს აი წყარო, აი საიდან დაიწყე ამ ყველაფრის მოძიება, რა იყო ის დავუშვათ ინფორმაცია იყო რაიმე წიგნი თუ არსებობს, მასალა თუ არსებობს, რამაც განაპირობა ის რომ შენ უფრო სიღრმისეულად გინდა ამ ყველაფრის შესწავლა. მასალა ძალიან მწირია, ჩემო კარგო ადამიანებო, ჩემო ინგრიდ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ რეალურად მთელი საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში ყოველი მომხდური ცდილობდა რომ ჩვენი ეს დიდი ისტორია და კულტურა მიეჩქმალა, მოეპარა, რაღაც მიეთვისებინა, თუმცა გარკვეული ინფორმაციების მოძიების, გარკვეული გამოცდილებების მიღების თუ ექსპერიმენტების პირობებში რაღაცნაირად შეუძელი და მოახერხე ამ მასალის, ასე ვთქვათ, შეკოწიწება, უფრო მეტად ერთად დაკავშირება და ასე ვთქვათ, მივიღეთ ჯერჯერობით ბოლომდე არა, თუმცა უკვე გამოჩნდა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რამაც შეაკავშირა და დაახლოა ერთმანეთთან ეს უდიდესი კულტურა, აი ერთგვარი შერწყმა მოხდა. ჩემთვის ინსპირაციის წყარო იყო ვალევსკის წიგნი კავკასიური იოგა, უფრო სწორად სიცოცხლის და სიკვდილის წიგნი ესე ქვია ამას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, სადაც რეალურად წერილობითი სახით არის გადმოცემული გარკვეული სისტემა. თუმცა რა თქმა უნდა მე მის წიგნს ბოლომდე არ ვეყრდნობი. იქიდან გამომდინარე რომ ეს ადამიანი იყო პოლონელი, მას გააცნეს გარკვეული ცოდნა ამ ქართული იბერიულ-კავკასიური სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ,
თუმცა მან როგორ გაიგო, როგორ აღიქვა ეს ყველაფერი და მე როგორ ჩაწერა და როგორ გამოსცა, ეგ ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის საგანია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე გარკვეული წერილობითი წყაროებით უკვე არსებობს რაღაც გარკვეული ინფორმაციის მატარებელი წიგნი, ასე ვთქვათ. დაახლოებით ვიქნებოდი 18-19 წლის, როცა გავიგე აი ამ კავკასიური იოგის, ქართული იოგა რაღაც ცოტა ესე სიტყვა მაგასაც გავშლი და განვარტავ. თუ მე როგორ მესმის და ეს იოგაზე უფრო მეტია. იური ყეინაშვილის წიგნიდან გავიგე ამ ყოველივეს შესახებ. კერძოდ აი ამ წიგნიდან, რომელიც ჩემთვის იყო სამაგიდო წიგნი და ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს. რაინდულო საქართველოს აღზრდეკ მოხეტიალე ბეწმოსილებია ესეთი წიგნი აქვს დაწერილი და მასში არის თავმოყრილი მთელი ეს ჩვენი სარიტუალო სიმღერების თუ ცეკვების თუ საბრძოლო ხელოვნების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აი აქ ბოლოში ვკითხულობთ უკვე კავკასიური იოგის შესახებ. აი ეს არის არკანები, ნაჩვენები. ეს წიგნი შემდეგ ვეღარ აღმოვაჩინე, მინდოდა რამდენიმე მქონოდა მეგობრებისთვისაც, იმიტომ რომ ძალიან დაინტერესდნენ, თუმცა ვეღარ მოვახერხე ამ წიგნის შოვნა. ეს იყო პირველი, რაც იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მოდი ასე ვთქვი. თუმცა მაშინ ახლა ალბათ ასაკიც არ მიწყობდა ესე ყურადღებით რომ მიმექცია ხელს. ხო და ყურადღება რომ მიმექცია განსაკუთრებულად და კი წავიკითხე, დავინტერესდი, მაგრამ რაღაცნაირად გავატარე და კახაბერ ჭიღლაძის წიგნიდან, რომელიც თარგმნა მან კავკასიური იოგა, სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნი ასე ქვია, გავიგე კიდევ უფრო სიღრმისეული დეტალები ამ ჩვენს ქართული სუნთქვის ვარჯიშების შესახებ. მოდი ახლა სანამ გადავალთ შემდეგ ნაწილზე, თვითონ სიტყვა იოგაც განმარტოთ და რატომ დავუშვათ ვიყენებთ თუ არ ვიყენებთ ამ სიტყვას ჩვენ პრაქტიკულად და როგორ უბრალოდ შენი შეხედულება, ყველას თავისი აზრი აქვს და აი შენი შეხედულება, შენი აზრით. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგადად იოგა არ არის რაღაც უცხო სიტყვა ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ გვაქვს ყელის იოგები, რაღაც მუხში იოგები, ანუ იოგა არის მაკავშირებელი სიტყვა ერთგვარი და როგორც შეიძლება როგორც კახაბერი ამბობს ხოლმე სანსკრიტულად ითარგმნება იოგელ, ანუ უღელი, თითქოს უღლიდან არის ნაწარმოები ეს სიტყვა. ეს ძალიან სიღრმისეული კვლევის საგანია, თუმცა ჩვენთვის როგორც სიტყვა იოგა არ არის უცხო. ეს ერთი ნაწილი, როგორც შეგვიძლია აუხსნათ და არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც ეს იოგა არ მიაჩნია რაიმე თუნდაც რელიგიური კუთხით ეწინააღმდეგებიან, თუნდაც ჩვენი რელიგია ეწინააღმდეგება ამ იოგას. სიმართლე გითხრათ, ასე ვთქვათ, იოგების იოგებთან მიმართებაში ეს ცოდნა არის ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო სიღრმისეული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. მე ვერ დავარქმევდი მხოლოდ იოგას, მე დავარქმევდი მთელ ადამიანის მოწყობისთვის, მისი ფსიქო თუ ემოციური ბალანსისთვის, მთელ დიდ ძირეულ ლიტერატურას, ასე ვთქვათ, კონკრეტულ სახელს ნამდვილად ვერ შეურჩევ, იმიტომ რომ აქ არის მთელი რიგი სისტემებზე საუბარი თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი ფსიქოემოციურად თუ ფიზიკურად მოწყობილი, გაჯანსაღებული და როგორ ხდება მერე ამ ყველაფრის როგორ ხდება გაჯანსაღება და მერე სიჯანსაღით როგორ აჯანსაღებ გარემოს ფაქტიურად მაგაზე არის საუბარი. კი ბატონო, მე შემდეგ უკვე კურსზე როცა გადავალთ, ჩვენ დავაანონსებთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში არ ვიცი ზუსტად ვიტყვით თარიღს, იწყებს სასწავლო კურსს იბერო-კავკასიური სუნთქვითი პრაქტიკების, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და კიდევ აი წეღანაც ჩვენ შესავალში ვსაუბრობდით და ჩემთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი რატომ ირჩევს ამა თუ იმ გზას, ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი იმ ადამიანის და იმისათვის რომ ვიღაც გამოყვეს შენ თუნდაც კურსზე, ან მოვიდეს და პრაქტიკულად შეიმეცნოს შენგან რაღაც, მნიშვნელოვანია გიცნობდეს კიდევ უფრო სიღრმისეულად. წეღან ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აი რატომ აირჩიე ქართული
საბრძოლო ხელოვნება რატომ არ გამოხედავ ექიმი, იურისტი, რაც უფრო მოდური იყო, დავუშვათ მაშინ, როდესაც შენ უნივერსიტეტში აბარებდი, ხო, იმ პერიოდში. რატომ არ აირჩიე ესეთი სპეციალობები და რატომ გაყევი კონკრეტულად აი ყველაფერ ქართულს? ესე დავიწყებ, რომ ეს სანამ ამ ყველაფერ ქართულს ესე სიღრმისეულად დავირჩევდი და შევისწავლიდი, მანამდე ძიუდოსაც კარგად ვიცნობდი კიოკუშინკაი კარატესაც ძალიან ახლოს, ბოქსითაც ვიყავი გარკვეული პერიოდიდან დაკავებული და სხვადასხვა კრავმაგა ძალიან მაინტერესებდა და უბრალოდ სწავლობდი და შევიმეცნი, ანუ ბევრი სხვა მიმართულებები გავიარე, ასე ვთქვათ, შევისწავლე. ქართული საბრძოლო ხელოვნება აი ამ მიმართულებით ინტერესი ყოველთვის მქონდა, ბავშვობიდანვე მაინტერესებდა რომ რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტები დევოს ჩვენს გენეტიკაში, რომელიც მე ჯერ არ ვიცი. ყოველთვის რაღაც სიღრმისეულად განვიხილავდი ხოლმე ნებისმიერ სპორტის სახეობას და თუ არ დამაკმაყოფილებდა თუნდაც მისი ფილოსოფია, თუნდაც მისი შინაარსობრივი დატვირთვა, ეს ჩემთვის არ იყო საინტერესო და განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ის უძველესი, რომელმაც რეალურად მრავალი საუკუნეების განმავლობაში იმუშავა, ასე ვთქვათ, რეალური შედეგები დადო და ვინ თუ არა ქართულმა კულტურამ და ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ დადო რეალური შედეგი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში და მოიცავს სამედიცინო მიმართულებას, ჩემო კარგო ადამიანებო, მოიცავს ფილოსოფიას, მოიცავს ფიზიკურ გამაჯანსაღებელ სისტემას, როგორც უკვე აღმოვაჩინე და აღვნიშნე, მოიცავს სუნთქვით ვარჯიშების სისტემას, იარაღების ხმარების თუ შინაგანი ბალანსის თუ კონცენტრაციის უნარის განვითარების სისტემას. ამ ყველაფრის ერთობლიობის გარეშე არანაირი შინაგანი ბალანსი თუ წარმატების საფუძველი ფაქტურად ადამიანში არ არსებობს. თუმცა ამას კიდევ სხვა დეტალსაც რო შევეხოთ, ესეც ვფიქრობ მნიშვნელოვანია, თავიდანვე იყო შენში ჩადებული, როგორც ჩანს, ფიზიკურ, მენტალური გაძლიერების სურვილი და რადგან დავუშვათ პატარა ასაკში იმდენი ინფორმაცია არ გვაქვს, წახვედი სამხედრო კუთხით, ანუ 14 წლის ასაკში. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ანუ შინაგანი მოთხოვნილება შენი უკვე ჩანს აი ყველაფრის მიმართ და ამაზეც რომ მოგვიყვა ორი სიტყვით. ესე იგი მე ვიყავი 13-14 წლის, როცა ჩავირიცხე თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში და დავიწყე სწავლა როგორც სამხედრო მიმართულებით, ასევე ძალიან კარგი მასწავლებლები და პედაგოგები ვყავდა მაშინდელ იმ სასწავლებელში კადეტთა კორპუსში და რეალურად ცხოვრობდით ეს ახალგაზრდა ბიჭები, პატარა ბიჭები, ჩვეულებრივი ჯარის ცხოვრებით. ყოველ დილას 6 საათზე ვდგებოდით, ვარჯიშობდით, მერე გაკვეთილებზე შევდიოდით, ჰქონდა ჩვეულებრივი სამხედრო სასწავლებელი, სადაც აბსოლუტურად კარგად ახერხებ გაიცნო საკუთარი შესაძლებლობები თუ საკუთარი თავი. ალბათ ფიზიკური ძალაც საკუთარი. ფიზიკური ძალა განსაკუთრებით გჭირდებოდა, მაშინ ცოტა ესეთი რთული პერიოდი იყო და ფიზიკური ძალაც გჭირდებოდა, მოქნილობა გჭირდებოდა, სიტყვა-პასუხი, ურთიერთობა, აი ყველაფერი თანაბრად გჭირდებოდა ადამიანს, რომ თავი გაგეტანა, გადაგერჩინა. მოგეხსენებათ, რომ როგორც სამწუხაროდ დღეს მაშინაც ბულინგი, ჩაგვრა თუ ადამიანების ესეთი აგდებული დამოკიდებულება, ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუ ვინმე დაიჩაგრებოდა, მას ყველა ჩაგრავდა აბსოლუტურად, ასე რომ გიწევდა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული შინაგანი პოტენციალის გამოვლენა, საკუთარ თავთან გამკლავება, ხანდახან ყოფილა შემთხვევები, რომ უბრალოდ გვიფიქრია რა, არა მარტო მე ჩემს მეგობრებსაც, რა გვინდა, რისთვის მოვედით, რატო შევწირეთ მთელი ეს თუნდაც ის 2 წელიწადი, როცა შეგვეძლო რომ უბრალოდ სკოლაში გვეულო და რაღაცა ესე ჩვეულებრივად გაგვეულო ეს სკოლის პერიოდი, მაგრამ იმან აი ამ 2 წელიწადმა კადეტთა კორპუსში სწავლების ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი რამ მასწავლა და ეს იყო აბსოლუტურად ჩემი გადაწყვეტილება. ჩვენ ვისაუბრეთ შენს ასე ვთქვათ სწავლაზე სამხედრო სასწავლებელში და მოდი ჯერ მანდედან მინდა დავიწყო და შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები უკვე შენი სხვა კარიერული წინსვლიდან და წარმატებებიდან. ჯერ აი პირველ რიგში რა მოგცა
იმ 2 წლიანმა სასწავლებელმა. მოდი შინაგანად მაინტერესებს უკვე ფიზიკურ დონეზე არა, არამედ შენში რა მოხდა აი ამ 2 წლის მანძილზე და რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ეს ნაბიჯი. იცი სიმართლე გითხრა იმ მომენტში როცა პროცესს გადიხარ ვერ ხვდები რას გაძლევს მერე უკვე ცხოვრების განმავლობაში გარკვეული სირთულეები რომ მოდის გარკვეული რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა რომ გიწევს მაშინ ხვდები რომ რაღაცა განსაკუთრებული რამ მოუწია თუნდაც თავდაჯერებულობის კუთხით თუნდაც რაღაცა ბოლოს შეგიძლია რომ შენ საკუთარ თავს მიხედო მოუარო არ გჭირდება ბევრი ადამიანი რომელიც ესე დაგიწყებს რომ მოდი აბა იმაში დაგეხმარები ამაში დაგეხმარები საკუთარი თავის ბატონი ხარ პატრონი ხარ და რაღაცა ძალიან დიდი კომფორტია სიმართლე გითხრა მაგრამ ამას იმ მომენტში ვერაცნობიერებ იმ момენტში რაღაცა სინანულის გზნობაც კი გეჩნდება მით უმეტეს ბავშვი ხარ 15-16 წლის და განიცდიდი ანუ თავი ნახვა არ განვიცდიდი ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა პროცესი, მაგრამ იყო ხანდახან სირთულეები, რომელიც უნდა გადამელახა თუნდაც პროცესში, რომ რაღაც გარკვეული დავალება გაქვს შესასრულებელი და იმ მომენტში ძალიან გერთულება, რომ ეს დავალება შეასრულო, ეს იყო გასვლები, რაღაც ვარჯიშების სისტემა, ცოდნასთან დაკავშირებული ხან გეზარება, რომ უბრალოდ რაღაც ძალიან დიდი ინფორმაცია გაძლევენ რომ რაღაცა მიიღო და გეზარება რომ ისწავლო სხვა თუ არაფერი ხა ბავშვი ხარ ჩვეულებრივი ბავშვი ხარ ხო ჩვეულებრივი ბავშვი ხარ მაგრამ ის გარკვეული დისციპლინა ყოველ დილას როცა მინუს რა ვიცი ხა 3-4 გრადუსია და 6 საათზე რომ უნდა ადგე და დილას ირბინო მაგალითად იყო სამორიგეო ესე ვთქვათ სადაც მთელი ღამე ფეხზე მდგარიყავი რაღაც გარკვეული ესეთი ხის არა ხის ესე თქვა ნიუთიდო იმაზე დადგებოდი და მთელი ღამის განმავლობაში არ ჩამოდიოდი იქიდან და უბრალოდ აკონტროლებდი ვინ შედიოდა ვინ გადიოდა რა ხდებოდა აი ხლა უცბად გადამაგდო სხვა სისტემაში მაგ ყველაფერმა რომ აი დღევანდელი მშობელი რო გისმენდეს ახლა ხო ჯენ ყოველ ბევრი გვიცნობს და იციან რამდენ ჭიდრო შეხება გვაქვს ბავშვებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და ახლა იტყოდე რომ მე ხო ბავშვისთვის არის სატანჯველი და მე ჩემ შვილს ამისთვის არ გავწირავ. მაგიტომ მინდა ანუ მე იმას კი არ მოუწოდებ რომ სამხედრო ცხოვრებით იცხოვრონ. არა, ჩვენ საუბრობთ აქ დისციპლინაზე, წვრთნაზე, ვარჯიშზე და ანუ რას აძლევს ეს ყოველ შემთხვევაში ბავშვს შემდეგ მამაკაცს, ამიტომ შენი ემოციები მაინტერესებს უფრო, აი ეხლა ამ გადმოსახედიდან რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგი მაშინ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ბავშვი. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა. უბრალოდ ჩემი მშობლები ამაში ძალიან დამეხმარდნენ და ხელი შემიწყეს პატივისცეს ჩემს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძალიან რთული იყო ეხა 13-14 წლის ბიჭის გაშვება და ოჯახიდან გაშვება და იციან რომ რაღაც სამხედრო მიმართულებით ვითარდება. თუმცა მისი გადაწყვეტილება მე რა მომცა? ფაქტიურად მომცა საფუძველი იმის თუ როგორ მივახციო რისი მიღწევაც მინდა. დისციპლინით შინაგანი ძალით, ყურადღებით ეს არ არის რაღაცა ისეთი განსაკუთრებული სადამსჯელო სივრცე, პირიქით ეს არის სულის და სხეულის გაძლიერების მნიშვნელოვანი საშუალება, აი ამ ტიპის წვრთნები თუ ვარჯიშები, რომელიც რეალურად ადამიანს მე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ეხმარება. მე მომცა ცხოვრების შესაძლებლობა, მომცა წარმატებები და აი ამ ყველაფრის შემდგომ ფაქტიურად თუ რამე მიზნად დავისახე, ყველაფრის მიღწევა მოახერხე. ნუ შენი კონცენტრაციის უნარი ცნობილია ჩვენ საზოგადოებაში, ამასაც შევეხებით. აი ხლა მინდა პარალელი გავავლოთ ჩვენ, რადგან შენ მთლიანად ემსახურები აღზრდას, მენტალურ, ფიზიკურ და ასე შემდეგ. აი შენ ხშირად ყვები ხოლმე ესე შინაურ წლებში აი ეს აღზრდის სისტემა როგორი იყო ბავშვებში, ადრე ჩვენს ქვეყანაში და რამდენად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ იგივე სისტემები ახლა უნდა იყოს, ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი იცვლება, დროს ემორჩილება,
მაგრამ აი რა შეიძლება, იცი, საით მყავს კითხვა, რომ კი გასაგებია რომ მაშინ სხვა სისტემა იყოს, სხვა ცხოვრება, სხვა რეალობა, რა შეიძლება გადმოვიტანოთ, დავნერგოთ და რა იქნება ეხლანდელი დაუშვათ მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი, რა იმ ძველიდან გქონდეს და შევინარჩუნოთ. იცი რა არის? სისტემა იყო ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო, სახალისო, მე ძველს ვამბობ, უძველეს ვამბობ, საინტერესო, სახალისო და ამავდროულად იმდენად ძლიერი და ფსიქოლოგიურად იმდენად ზემოქმედებდა ნებისმიერ ბავშვზე, არა აქვს მნიშვნელობა, აქ ბიჭი იქნებოდა გოგო, რომ თავისთავად რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობების და უნარების ადამიანები იზრდებოდნენ. აი ესე ბუნებრივად არაფერი ძალდატანება არ სჭირდებოდა ამ ყველაფერისთვის. ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ კი არა და გადმოვიტანოთ ჩვენს ყოფაში, უნდა შემოვიტანოთ აი ეს სისტემა, როგორიც არის აბსოლუტურად ჰუმანური აღზრდის სისტემა. ჰუმანური აღზრდა ნიშნავდა ზუსტად ბავშვის სურვილებზე, ინტერესებზე დაფუძნებული სისტემა. არაერთხელ მომიყოლია, რომ ჩვეულებრივად უსმენდნენ როგორც სერიოზულ ადამიანს ჩვენს ბავშვებს ადრე 3-დან 7 წლამდე ასაკამდე, ვინაიდან ძველი გადმოცემები და არა მარტო ძველი, მე ჩავატარე ექსპერიმენტები და ახალი გადმოცემებითაც ეგრე არის, რომ სხვანაირი აზროვნება აქვს, სხვანაირი სმენა აქვს სამყაროდან, მათ სხვანაირი ინფორმაციის მიღების უნარი აქვს, შესაბამისად აბსოლუტურად რეალური და სერიოზულია ხოლმე ის პასუხები, როცა 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვს უსმენთ ხოლმე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. და ჩვენ წესშიც იყო, რომ ასევე უსვამდნენ გარკვეულ კითხვებს და სერიოზულად განიხილავდნენ მის პასუხებს ხოლმე. ასევე იზრდებოდნენ ურთიერთობაში თამაშ, აცნობდნენ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, გონდურობას ასწავლიდნენ, მეგობრებთან მეგობრობას ასწავლიდნენ, ავარჯიშებდნენ სხვადასხვა საწვრთნელი ხის იარაღებით, რომელიც აძლევდა შეუპოვრობას, შინაგან ძალას აძლევდა, ბალანსის შეგრძნებას აძლევდა, სწავლობდნენ ურთიერთობას ბუნებასთან, სამყაროსთან, ადამიანებთან. მოკლედ, იმდენად სერიოზული, იმდენად სიღრმისეული, იმდენად ფილოსოფიური სისტემა იყო და ამავდროულად აბსოლუტურად ჰუმანური, არანაირი სადამსჯელო სისტემა არ იყო მასში, პირიქით, სულ აი ვერც კი ხვდებოდა ეს მოზარდი, ეს ბავშვი, რომ თურმე ეს ყველაფერი ყოფილა მისი აღზრდისთვის, მისი წვრთნისთვის და განვითარებისთვის. თუნდაც სიმღერაში საოცარი იდეა, საოცარი ენერგია იდო ხოლმე ყოველთვის, ზღაპრებში იყო საოცარი იდეა და ენერგია, მითებში, ჩვენს მითებში, ისტორიებში და ამ ყველაფრის გარეშე ფაქტიურად დღეს თაობები არიან ცარიელი, ასე ვთქვათ, მხოლოდ დაფუძნებული დღევანდელ დღეს თუ რამე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მათზე და რეალურად არ აქვთ მყარი დგომის საშუალება, ესე ვიტყოდი, ფესვებში ჩაწვდომის საშუალება ესეთ თაობას, თუმცა ძალიან დიდი ინტელექტის მატარებელი ბავშვები მოდიან და რეალურად საფუძველი, ანუ ფესვებზე ვერ დგანან დღეს, რაც ის ნაკლებობასაც განვიცდით სულ ყველანი და ფესვებზე ვერ დადგომა ნიშნავს იმას, რომ შენ რაც უფრო მეტად დამძიმდები ზევით, მით უფრო ადვილია შენი წაქცევა. ასე ვთქვათ, ფესვის გარეშე და მოსი მყარადგომის გარეშე ცხოვრების ბევრ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს ჩვენი ახალგაზრდა. კიდევ მინდა შევეხოთ იმ თემას, რომ არ მინდა ჩვენს მაყურებელს ეგონას, რომ ეს სისტემა აწყობილია მხოლოდ ბიჭებისთვის, მამაკაცებისთვის. არა, რა თქმა უნდა, პირიქით. თვითონ მასალაშიც გადმოცემულია ქალების შესახებ, ხო, ჩვენბოთ ისწავლებოდა. Ახლაც ვაპრაქტიკებთ, ძირითადად ქალბატონები ვაპრაქტიკებთ, სამწუხაროდ და იმედი მაქვს, რომ მამაკაცებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან. რადგან მოდი ამას შევეხე, რომ იმედია მამაკაცებიც შემოგვიერთდებიან, აი რას აღვივებს და რას აღვიძებს მამაკაცი, აი კონკრეტულად უკვე შენი სისტემა, რომელიც შენი საავტოროა, ახლად შექმნილია, ახლად არც ისე უკვე 3-4 წელიწადია უკვე ამ სისტემით აპრაქტიკებ და აი რას აძლევს კონკრეტულად მამაკაცს და თუნდაც დედაკაცს. იცით რა არის? აძლევს რაც სჭირდება მას ყველაფერს, ესე ვიტყოდი. ანუ ეს ზოგადი ფორმულა არ არის, ხო? ზოგადი რაღაც ცალკეული ფორმულა ასე აღებული, იმდენად ღრმა და იმდენად ყოვლის მომცველია ეს სისტემა, თავისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კუთხით და განმავითარებელია, რომ
ვერ ეტყვი ცალსახად. გაძლევს მიზანდასახულობის უნარს, კონცენტრაცია, ბალანსის შეგრძნება, საკუთარ თავთან მუშაობის უნარს გაძლევს, დისციპლინა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხა ადამიანი, რომელსაც უნდა წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გქონდეს შინაგანი დისციპლინა და მზაობა იმისთვის, რომ შეიძლება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შეიძლება ხუთჯერაც დაეცე, მაგრამ ადგომის უნარი უნდა გქონდეს, წინსვლის უნარი უნდა გქონდეს და აი ეს ყველაფერი ერთ სისტემაში არის ფაქტურად. ეს არ არის მხოლოდ სუნთქვითი პრაქტიკები, ეს არის ბალანსის, კონცენტრაციის ვარჯიშები, შინაგანი რესურსების გახსნის ვარჯიშები, რომელიც გაცნობს საკუთარ თავს, ვინ ხარ, სად არის შენი ნაკლოვანება, სად არ მოგწონს, რა მომენტში არ მოგწონს შენი თავი, რა მომენტში მოგწონს შენი თავი და როგორ უნდა დააბალანსო ესა თუ ის მდგომარეობა. ფაქტიურად გაძლევს ფორმულას, ერთი დიდი ფორმულა, უბრალოდ როგორ იყო დაბალანსებული მშვიდი, რითაც მე შეძლებ ნებისმიერი შენი დასახული მიზნის შესრულებას და მიღწევას. მოდი ბარემ ახლა კურსსაც შევეხოთ, რომელსაც იწყებთ ახლა მე დავაანონსე თავშივე, მაგრამ ახლა ცოტა ჩავშალოთ. რამდენ ხნიანია კურსი, რას მოიცავს, ვისთვის არის განკუთვნილი და ასე შემდეგ. კურსი არის ყველა ადამიანისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით 14-15 წლიდან ზევით, მე ესე ვფიქრობ. ანუ პატარა ასაკსაც იღებ კურსზე, თვითონ სასწავლო კურსზე? აი ამ კურსზე, რომელსაც ახლა პირველი ნაწილი, ასე ვთქვათ, ასე დავარქვათ, პირველი ნაწილში მივიღებ ყველა 14-15 წლიდან ზევით ყველა ასაკის ადამიანს, ვინაიდან ფაქტობრივად კიდევ ერთხელ განმეორდები, არის ფორმულა, როგორ მოიყვანო ბალანსში შენი ფსიქოემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობა. განგრძელება იქნება 3 თვე, ძირითადად პირველი ნაწილი იქნება 3 თვე, სადაც შეისწავლიან სუნთქვითი ვარჯიშები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწორი სუნთქვის ვარჯიშები და ყველა სუნთქვით რიტმს აქვს თავისი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგას მე რა თქმა უნდა კურსის განმავლობაში ავხსნი. არ არის მხოლოდ ერთი ტიპის სუნთქვა, რომელიც რაღაც მხოლოდ ერთია და საკმარისია ადამიანის რაღაც გარკვეული სიჭანსაღისთვის. არის მრავალი სხვადასხვა სუნთქვითი რიტმი, რომელიც სხვადასხვა ჩვენს შინაგან ორგანოებს კურნავს, რომელიც მუშაობს ჩვენს გონებაზე, ტვინზე, ჩვენს ეპიფიზზე, ჰიპოფიზზე, ჰიპოთალამუსზე, ეს უკვე ძალიან სიღრმისეული თემებია, რასაც რა თქმა უნდა გავივლით. მაგრამ საბაზისოში მოხდება და საბაზისოში აუცილებლად იქნება ინფორმაცია და აუცილებლად შეძლებენ კურსის განმავლობაში დაპრაქტიკებას, იქნება თეორიული და პრაქტიკული ნაწილი და რეალურად დაინახავენ ცვლილებას საკუთარ თავში. მე არაერთი შემთხვევა მქონია, როცა უბრალოდ რამდენიმე დღეში ადამიანი აბსოლუტურად შეცვლილა, სხვა ცნობიერებით შეუხედავს თავისი ცხოვრებისთვის, შესაძლებლობებისთვის, აღმოუჩენია იმდენად მნიშვნელოვანი უნარები, რომელიც აქამდე არ წარმოედგინა, რომ ჰქონდა. მოკლედ არის ძალიან ძლიერი სისტემა, ჩემო კარგო, და აი ამ ძლიერ სისტემას მხოლოდ ძლიერი ადამიანები შეძლებენ რომ კი ბატონო. ანუ ეს იქნება საბაზისო, სადაც ყველა შეუძლია ჩაერთოს, შემდეგ ალბათ უფრო სიღრმისეული იქნება ნაწილი კურსების, რომელიც უკვე მე დავუშვათ რაღაც დონემდე მიიყვანს ადამიანს, რომ ანუ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიყენოს ეს ცოდნა, არამედ გააზიაროს კიდეც უკვე შემდგომ ნელ-ნელა რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული ეტაპების შემდეგ. საბაზისო იქნება თვით განკურნებასთან, თვით მუშაობასთან დაკავშირებული და მოიცავს მთლიან სისტემას, დაწყებული სამედიცინო თუ ფიზიკური გამაჯანსაღებული თუ საბრძოლო თუ სხვა სისტემებს, რომელიც უბრალოდ ძალიან ჭირდება ნებისმიერ მდგომარეობაში ადამიანს. მე არ ვამბობ, რომ ბრძოლა ჭირდება ვინმეს ყოველდღე, მაგრამ ჭირდება ის თვისება, რაც მნიშვნელოვანია მიზანდასახულობისთვის, თვითრწმენისთვის. სამედიცინო კუთხით რა თქმა უნდა სჭირდება უბრალოდ იმის ცოდნა, რომ რაღაც გარკვეულ პრობლემის დროს როგორ გადარჩეს, როგორ იმოქმედოს, როგორ დააბალანსოს საკუთარი ემოცია, ეს ყველაფერი არის მედიცინასთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა. ამ ყველაფრის და არა მარტო ეს, იქ არის კონცენტრაციის თუ ბალანსის სავარჯიშოები, ფსიქოლოგიური თამაშები, კიდე უნდა აღინიშნოს, ეს კიდე ძალიან დიდი თემა არის.
აი ამ ყველაფრის დაუშვათ გავლას შეძლებენ ამ პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე თვითონ მიხვდებიან რომელი მიმართულება არის მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რა სჭირდებათ რომ გახსნან, რა მიმართულება სჭირდებათ რომ განავითარონ. მაგალითად გაიარეს სამთვიანი კურსი, აიღეს საბაზისო ცოდნა და გრძნობენ რომ რაღაც კონცენტრაციასთან აქვს განსაკუთრებული პრობლემა ვთქვათ. შეუძლიათ იმუშაონ მე კონცენტრაციის განვითარებაზე. ვიღაცას შინაგანი ბალანსის პრობლემა აქვს, ბალანსზე იმუშაონ. ვიღაცას თვითშეფასება აქვს ვიღაცას დაბალი. თვითშეფასების პრობლემა აქვს, თვითშეფასების ამაღლებაზე იმუშაონ, რომელსაც აი ზუსტად ის ფსიქოლოგიური თამაშები ძალიან კარგად აძლევს, იმიტომ რომ თამაშობ ხარ ჩართული პროცესში, მაგრამ მომენტი როცა გამოდიხარ და გვერდიდან უყურებ შენ თავს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოს შენი ქმედება თუ არა ქმედება და ამ ყველაფრის პრაქტიკის გადმოტანა ცხოვრებაში რეალურად უკვე ძალიან დიდ შედეგს იძლევა. დამოკიდებულებები დაუშვათ, აი მიჯაჭვულობები, ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაც გარკვეული თანამედროვე ესეთი პრობლემები, რაც დღეს თანამედროვეობაში არსებობს, კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის არსებობდა. თუნდაც ეს მიჯაჭვულობა, ფსიქოლოგიური პრობლემა, დამოკიდებულებები სხვადასხვა ადამიანებისა თუ ნივთების მიმართ, მავნეჩვევები, ეს არ არის დღევანდელი, არც გუშინდელი და არც ხვალინდელი არ იქნება, ეს იქნება მრავალსაუკუნოვანი და მე ვეყრდნობი მრავალ საუკუნოვან გამოცდილებას აი ამ ყველაფრის პრევენციის კუთხით. რაიმე დამოკიდებულება თუ გქონია შენ ცხოვრების მანძილზე, ხო უცბად დამაინტერესა და რაიმე დამოკიდებული თუ ყოფილხარ? ცალსახად გეტყვი რომ არა. არასოდეს და შესაძლოა მე მქონდა გარკვეული ასე ვთქვათ მიდრეკილებები, აზარტულიც ვარ საკმარისად მეტად შეიძლება ასე ვთქვათ და მე რო ის სკოლები არ გამეულო, თუნდაც პირველი დაწყებული სამხედრო კუთხით, მერე საბრძოლო ხელოვნების კუთხით, მერე სუნთქვითი ვარჯიშების და მთელი ამ ფილოსოფიის და მთელი ამ შინაარსობრივი დატვირთვების გარეშე შეიძლება დღეს ჩემი აზარტიდან გამომდინარე ძალიან დამოკიდებული ყოფილიყავით ძალიან მარტივად. თუმცა დღემდე ძალიან მეხმარება ეს ჩემი პრაქტიკები, ეს ცოდნები, რაც მე მოვაგროვე იმაში, რომ მე არ ვიყო დამოკიდებული არავისზე და არაფერზე. ყველამ ვიცით, რომ ადამიანში არის ასე ვთქვათ, კეთილი და ბოროტი, პლუსი და მინუსი, ბნელი და ნათელი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალიერო ერთმანეთი მივიღოთ და გვყავთ ერთმანეთი ყველა ამ ნაწილით, ასე ვთქვათ, ბნელი. უბრალოდ, აი ხა მე უცბად სპონტანურად დამიბადა ესეთი კითხვა. აი ჩრდილოვან ნაწილში, შენ ჩრდილოვანი ნაწილი გაიხსენო მინდა და აი ჩრდილოვან ნაწილში რა გახსენდება ისეთი, რაც დასაბალანსებელი იყო ძალიან სერიოზულად და აი ეს დაგიბალანსა, რადგან დამოკიდებულება ვერ ვიპოვეთ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აი ის მომენტები, რომ აი სად იყო ის გადამწყვეტი რამაც გათქმევინა, რომ ეს მუშაობს. მოდი ჯერ ბნელ ნაწილზე ვისაუბრო და შემდეგ ესეც მივასწავლე. ძალიან სერიოზულ თემას შეეხება შენ ჩემსას. მე ამაზე ფაქტურად არასოდეს არ ვსაუბრობ. ალბათ შესაძლოა დადგეს დღე თუ ამის საჭიროება მოხდება და ამ დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი. წარმოუდგენლად რთული. ალბათ არავისთვის არ არის უცხო, ყველა თავის რაღაც გარკვეულ მნიშვნელოვან ეტაპებს გადის და ყველა თავისებურად აღიქვავს ამ რთულ ცხოვრებას, თუმცა რეალურად ადამიანი რო დაждდეს და მომისმინოს, ალბათ 1-4-5 ადამიანის ცხოვრება არ ეყოფა იმ სირთულეების გამოსავლელად, რაც მე მომიწია გავლა, ისის გავლაც მომიწია. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე დიდი სურვილი მქონდა შურისძიებების და რეალური შესაძლებლობებიც გამაჩნია, დღესაც გამაჩნია. და გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად სამყაროს მივანდე, ღმერთს მივანდე, უფალს მივანდე გარკვეული საკითხები, მივენდე სიტუაციას და
გადავლახე შინაგანი ეს მოთხოვნილება არ მაქვს ეს განწყობა არ მაქვს შურიძიების სურვილი აღარ მკლავს ის რაღაცის იმიტომ რომ შურიძიება რა არის უბრალოდ პასუხი იმაზე იმ აგრესიაზე და იმ პრობლემაზე და ბოროტებაზე ბოროტებითვე პასუხი მე ვერ ვიტყვი რომ არ მახსენდება მე ვერ ვიტყვი რომ მაგან რაღაც გაკვირვებული ცოდნა და გაკვეთილები არ მომცა ეგ ჩვეულებრივი როგორც გამოცდილება ცხოვრების გამოცდილებას ისე ვიღებ თუმცა აი ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმაზე რომ იცი რა ცხოვრება ესეა როგორც დუალისტურია ხო ერთი მხარეა კარგი მეორე მხარე იმდენადვე არის ცუდი რამდენადაც ერთი მხარე არის კარგი ზუსტად ერთი და იგივე მდგომარეობაშია ზუსტად ასევე მუშაობს ბუმერანგის პრინციპი ჩემო კარგებო ჩემო ინგრიდ იცი რა რამდენადაც ბოროტს აკეთებ იმდენად ბოროტად გიფრუნდება არანაირი სხვა ალტერნატივა არ არსებობს აქედან გამომდინარე მე ვენდობი სამყაროს ვენდობი ღმერთს რომ სათანადოდ ყველაფერი ისე უნდა მიეწყოს როგორც საჭიროა და ეს სამართლიანობის კანონია ეს არის ბუნების კანონი ამას რაღაცა სამაგიეროს გადახდის კუთხით არ ვამბობ ან ვინმეზე რაღაც პასუხისგებლობის გადადების კუთხით არ ვსაუბრობ ამას ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერება რომელიც შეგვიძლია ადამიანმა თავად აღასრულო კიდევაც და რომელიც შენი აღსრულების შემდეგ ისე უნდა ელოდო იმას რაც გაუშვი იმიტომ რომ ადამიანი ბუნების კანონზომიერებაში ზედმეტად არ უნდა ერეოდეს მე ესე ვთვლი და მოკლედ ეს არის კანონზომიერება ანუ შენ დაგაძლევინა შურიძიების სურვილი ანუ შეიძლება დაძლევაც არ დავარქვათ ანუ ტრანსფორმაცია მოახდინა შენში ამ კუთხით და სხვანაირად დაგანახა სამყარო ესე იგი მე სამყაროს კანონები არა მარტო შურიძიების სურვილი ეს იყო ეხა უცბად რას გამახსენდა მქონდა ფსიქოემოციური პრობლემებიც რაშიც ძალიან დამეხმარა მქონდა შინაგანი დისბალანსი რომელიც ძალიან ცუდად ურტყავდა ჩემს ფიზიკურ ჯანმრთელობას და ამაში დამეხმარა და ბევრ ძალიან სხვა ფაქტორში ეხლა სხვა კუთხით რო განვიხილოთ ძალიან ბევრ წარმატებაში დამეხმარა ასევე ეს ყველაფერი აი არ ვიცი თუ რამე მოვისურვე ყველაფერი მოხერხდა ყველაფერი შესრულდა და შესრულდა ესე როგორც გადავწყვიტე რომ უნდა შესრულებულიყო რა თქმა უნდა ეს სურვილები ბალანსში იყო ჩემ შესაძლებლობებთან იმიტომ რომ ადამიანები რაღაცა ითხოვენ რაღაც ისეც და მეც რაღაც პერიოდი მქონდა ეგ განწყობა და აქედან გამომდინარე ვამბობ რაღაც ისეც რომლისთვისაც მისი ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობა არ არის მზად შესაბამისად ეს ადამიანი ინკრევა იქმნება პრობლემები გარშემო იმიტომ რომ სიტყვას რომ იტყვი სიტყვა მუშაობს როგორც კანონი და ამ კანონის შეუსრულებლობა მუშაობს როგორც პრობლემა ჯანმრთელობის როგორც ფსიქიკური ასე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა ყველა ადამიანზე ამიტომ სიტყვას რომ ვამბობდი იმ დოზით რის შესრულების უნარიც გამოჩნდა და ეს რა თქმა უნდა ეტაპობრივად ხდებოდა გარკვეულ ეტაპზე რისი უნარის მქონდა იმას ვამბობდი და იმას ვაკეთებდი და ძალიან სიამოვნებდა რომ გავომდიოდა და დღემდე უკვე გრძნობ რომ რაღაც გარკვეულ დონეზე რომ გადახვიდე ამას ჭირდება გარკვეულ ნაბიჯ სიარული და ერთბაშად არ უნდა მოსთხოვო შენს თავს რაღაც კოლოსალური რაღაცა არაბუნებრივი არარეალური მიზნების მიღწევა. ჩვენ გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ პოდკასტს ერქმევა ქურუმთა კვალდაკვალ და ორიოდე სიტყვით ვინ იყვნენ ქურუმები, რა როლი ენიჭებოდათ მათ სამყაროს წინაშე, დედამიწაზე, ან ასე ვთქვათ, და არსებობენ თუ არა ისინი დღეს. ქურუმების დამსახურება არის დღეს, რომ გვაქვს ენა, რომ გვაქვს გარკვეული ცოდნა სამყაროების galaktikis და რაღაცა დედამიწის ბრუნვის
ღერძის შესახებ. ფაქტიურად ეს ადამიანები იყვნენ გარკვეული მნიშვნელოვანი ცოდნის მატარებლები, მათ ჰქონდათ ხელდასმა, ისინი მოდიოდნენ იმისთვის ამ ქვეყანაზე, რომ კაცობრიობას რაღაცა უფრო მეტი ნაბიჯები გადაედგა ცოდნის კუთხით, განვითარების კუთხით და ვინ არა და საქართველოში განსაკუთრებით ასაღნიშნია ის, რომ აი ამ ცოდნის მატარებლები იყვნენ ის ქურუმები, რომლებიც ჩვენ ყავდა. დღეს თუ არიან ისინი ჩვენ შორის, შენი აზრით უბრალოდ რა თქმა უნდა? ან ვინ შეითავსა მათი როლი, ან არსებობს თუ არა ასეთი საერთოდ? ზოგადად ქურუმთა კასტა ეს ჩვენ წელთაღრიცხვამდეს ქრისტეს შობამდეს პერიოდის საზოგადოება იყო, რომელიც დიდი ცოდნის მატარებელი იყო, როგორც უკვე აღვნიშნე. შემდეგ როგორც კი ქრისტიანული რელიგია შემოვიდა, შეითავსა ჩვენმა სამოდელო პირებმა, თუნდაც ის ჩაცმულობის კუთხით, თუნდაც ის ცოდნების კუთხით, თუნდაც ის რაღაც გარკვეული წესების შესრულების კუთხით, რაც მნიშვნელოვანია კავშირისთვის ადამიანისათვის ეთიური სამყაროსი. ფაქტიურად ის ცოდნები გადმოტანილია უკვე ამ ქრისტიანულ ცოდნაში, ქრისტიანულ მოძღვრებაში. შერწყმა მოხდა და ერთგვარი შერწყმა მოხდა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი მაგალითად ძველ ტაძრებზე, ქრისტიანობამდელ ტაძრებზე არის აშენებული დღეს ქრისტიანული ტაძრები, ხო არა ის ასე? ეს გარკვეული კავშირი რომ არ მოძებნილიყო ერთმანეთის იდეოლოგიის თუ ფილოსოფიის თუ სარწმუნოებელი კუთხით, ეს ასე არ მოხდებოდა და ძველ ასე ვთქვათ წარმართულ ტაძრებზე ქრისტიანები ტაძარს აღარ დააშენებდნენ. ანუ რაღაცა იყო საერთო გადაკვეთის წერტილი, საერთო მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ძარღვი, რადგან მერე მოხდა გადაკვეთა და დღეს ჩვეულებრივად მიმდინარეობს წირვა-ლოცვები ამ ტაძრებში. ასე რომ ქურუმები არ იყვნენ რაღაც ისეთი ცუდი ტიპები, როგორც ესე ბევრი ადამიანი ამბობს გონია. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი, ძალიან სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ცოდნის მატარებელი კაცობრიობისთვის და არა მარტო იმ რეგიონისთვის, სადაც ცხოვრობდნენ. მე იმიტომ მოგთხოვე ხაზგასმა ამ ყველაფერზე, რომ რატომღაც ზოგიერთს სურს, რომ ქრისტიანობამდელი ქურუმი ყოფილიყო ქრისტიანი და ეს ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ქრისტეს შობამდე ქრისტიანობა არ არსებობდა და თავისთავად როგორც მოხდა შემდეგ შერწყმა და რაც ბრაზი უჩდება ზოგიერთს, რომ ქურუმს რომ ახსენებ, გონიათ რომ რაღაც წარმართობასთან გვაქვს საქმე, არავითარ შემთხვევაში, ახლა მე ეს მივხვდი შენი საუბრიდან, ეს იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც გვაკავშირებდნენ უფალთან. როგორც შეეძლოთ, როგორც იცოდნენ ქრისტეს მოსვლამდე. კი, ზოგს მაგის უნარი გააჩნდა, ზოგს რაღაც სამედიცინო კუთხით ქონდა დიდი უნარები გახსნილი, ზოგს რაღაც არქიტექტურული კუთხით ქონდა რაღაც უნარები გახსნილი. ცოტა სიღრმისეულად რო განვიხილოთ, მაშ როგორ შენდებოდა თუ არა ქურუმების და ის დიდი ცოდნები, მეგალითური ციხესიმაგრეები. ყველაფერი რითიც ვამაყობთ დღეს ქართველები. როგორ შენდებოდა, რა ვიცი, როგორ იწერებოდა სხვადასხვა პოლიფონია სიმღერები, რომელსაც სამკურნალო ეფექტი გააჩნდა. როგორ პოულობდა ეს ხალხი ბალახეულს, რომელსაც სამკურნალო ეფექტი გააჩნდა. რატო იყო მაგალითად სხვადასხვა ფორმები თუ როგორ თქვა, არ ვიცი, ორნამენტები დატანილი, სიმბოლოები დატანილი საყოფაცხოვრებო ნივთებზე, სხვადასხვა სახლებში, სამეურნეო იარაღებზე, საბრძოლო იარაღებზე. აი მაგალითად გუშინ ვიყავით უშგულში, სვანეთში და მუზეუმში, უშგულის მუზეუმში გითხრას, რომ ეს არის საკვანი და ბაუშვის საკვანზე იყო დატანილი სხვადასხვა სიმბოლოები, მათ შორის იყო ჯვარი, ბორჯღალი და სხვადასხვა ამ ტიპის სიმბოლოები, რომელსაც მნიშვნელოვანი შინაარსი გააჩნია და საიდან ვინ მოიფიქრა, რისთვის მოიფიქრა, რას დაუკავშირა თუ არა ქურუმება იმ ძველი ხალხის ცოდნებმა და რეალურად ხომ მუშაობს, ახლა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ
ეს სიმბოლოები, რომელსაც ჩვენ გამოვსახავთ და გარკვეულ იდეას ვდებთ და გარკვეული იდეა ისედაც დევს სამყარო ცოდნიდან გამომდინარე, რეალურად მუშაობს ისე როგორც მუშაობს. არაჩვეულებრივად. კი ბატონო. ეხლა ჩვენ კურსს შევეხეთ, ქურუმებზე ვისაუბრეთ, შენზეც ვისაუბრეთ და დადგა ჯერი იმ პროექტის, რომელსაც შენ ეხლა იწყებ. ეს არის შენი ექსკლუზიური პროექტი, ასევე საავტორო. რატომ უსვა მაგაც ხას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რატომღაც ძალიან ცუდი ტენდენცია არის, რომ საავტოროს უცბად უჩნდება ხოლმე პლაგიატი მეორე მესამე დღეს და გულდასაწყვეტია იმ გაგებით, რომ განა ისე გადააქვთ, როგორც ავტორს აქვს ჩადებული იდეა, არამედ დამახინჯებულ ვერსიაში, რაღაც არასრულყოფილ ვერსიაში და აქედან გამომდინარე გულდასაწყვეტი, თორემ ცოდნა იმისია, რომ უნდა გავრცელდეს და გამოცდილება მიიღო, ჩვენთვის ეგოისტურად არ გვჭირდება ხო სხვადასხვა ტურები და კურსები და ასე შემდეგ, მინდა რომ გავრცელდეს ცოდნა და გამოცდილება. აი მინდა ისაუბრო შენს მომავალ ასე ვთქვათ პროექტზე, რომელიც ძალიან მალე დაიწყება. რა არის ზოგადად ეს რას მოიაზრებს და აგვიხსენი, განგვიმარტე. ეს ძალიან საინტერესო პროექტია, მინდა ვთქვა და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში მონაწილეობა შეძლებს მხოლოდ ის, რომელსაც უნდა რომ გაიგოს მართლა ვინ არის, რეალურად გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები, უნარები, რეალურად შეხვდეს იმ გაჭირვებას თუ იმ ლხინს, რაც ამ პროექტის ფარგლებში იქნება. ადამიანები დღეს და ზოგადად დღეს ძალიან აქტუალურია რაღაც თვითჩაღრმავების პრაქტიკები, თვითშემეცნების პრაქტიკები, ვინ ვარ, საიდან ვარ, სად არის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი, სად ვარ სუსტი, სად ვარ ძლიერი და ასე ვთქვათ, იმ კომფორტის ზონაში, სადაც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, ასე ვთქვათ, თბილი ლოგინიდან, სახლიდან, ოჯახებიდან, თბილი სივრცეებიდან, ლამაზად მოწყობილი გარემოდან ადვილია რაღაც გარკვეული პრაქტიკები და საერთოდ ვართ. როცა ერთად ვართ, ხო, ბევრი ვართ და ადვილია რაღაც გარკვეული პრაქტიკების გაზიარება, რაღაც პოვნა საკუთარი თავის და შესაძლებლობების ვითომ მე ესე ვიტყოდი. რეალურად აი, ბოდიში შენ სიტყვა ვითომ ახსენე და ჩემ აზრებში ტრიალებდა უკვე ეს კითხვა, იმიტომ და დამესვა და მე გადავდეთ უშუალოდ პროექტზე. ანუ მე ვფიქრობ ჩემი დაკვირვებით, ასე შენი აზრიც მაინტერესებს, რომ ის აი ამ სივრცეში მიღებული თვითშემეცნება, როგორც ახლა შენ საუბრობ, ანუ კომფორტის ზონაში, ხო? უფრო მეტად ადამიანებს უქმნის ილუზორულ შთაბეჭდილებას საკუთარ თავზე. კი ბატონო. და აი შენ დაიწყე მალე საუბარი და აი შენი აზრიც მაინტერესებს ამაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ილუზორული შთაბეჭდილება საკუთარ თავზე, რაღაც გონია რომ რაღაცას მიაგნეს, რაღაცა განიცადეს. კომფორტის ზონა ძალიან ცუდ როლს თამაშობს თვითშემეცნების პრაქტიკაში. იმიტომ რომ რას დაგჭირდება, მოგშივდება, შეგილია შეჭამ. ან სახში მიხვალ დედა გემრიელსაც დაგახვედრებს. ხო, სახში მიხვალ თბილი ლოგინი დაგვდება. იქ ვიღაცა გაგამხნევს, მეგობარს მიწერ, შეხვდები, გაისერნებ. ანუ იმდენად კომფორტში ხარ, გააზიარებ უბრალოდ იმ მომენტში რა განიცადე, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხოვრების განმავლობაში ეს მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად შესაძლოა ვიღაცას კარგად ეხმარება, მაგრამ მე ძალიან იშვიათ შემთხვევაში მგონია რაღაც ალბათ საწყის ეტაპზე. რაღაც დონეზე მოგცემს ეფექტს, მაგრამ ის პროექტი, რაც მე მაქვს ჩაფიქრებული, ის მხოლოდ მათთვის იქნება, ვისაც ნამდვილად უნდა რომ გაიქოს და შეიმეცნოს საკუთარი თავი. ეს იქნება გასვლა რაღაცა პერიოდი, მაგას უკვე დაინტერესების შემთხვევაში ბუნებაში გასვლა, სხვანაირად გაიგონ. ბუნებაში გასვლა, რეალურად მოიპოვებ ცეცხლს, შეეხები ბუნებას, იცხოვრებ ბუნების წიაღში, მოიპოვებ თავშესაფარს, განიცდი ყველა იმ განცდას, რასაც ბუნება გაძლევს. იქ წვიმა იქნება, სეტყვა იქნება, მზე იქნება, მდინარე იქნება თუ რაღაც ნებისმიერი მთაში გასვლა იქნება თუ საკუთარ თავში დარჩენა, საკუთარ თავთან ყოფა, შემეცნება, საკვების მოპოვება, ანუ
ყველაფერი ეს მოგცემს რეალურად სად გეშინია, სად ხარ ძლიერი, მარტოობის განცდა გეუფლება, მიჯაჭვულობის განცდა გაჩნდება, თუ აი რა ფაქტორები იჩენს თავს უკვე შენს ყოფაში და თურმე რაღაცები არსებობს, რომელიც ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის და ამას არ ვაცნობიერებ. და ეს სივრცე და ეს სიტუაცია მოგცემს საშუალებას რეალურად დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები სპორი სად გადის და ვინ ვართ და რა შეგვიძლია. თუმცა რა თქმა უნდა, ხა მე ვიცი რაღაც პატარა დეტალები და არ მინდა ეგონოს ჩვენს მაყურებელს, რომ ეს იქნება რაღაც ძალიან სასტიკი და არანაირად ანუ პირიქით. უსაფრთხოების ზომები ყველაფერი იქნება თავისთავად თქვა თვალისწინებული და უბრალოდ იქნება მცირედი ჯგუფი, ხო? ხო, მცირედი ჯგუფით დავიწყებთ პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მაინც ესე ჯობია და ზოგადადაც მცირე ჯგუფი ჯობია, რომ ასეთ ტურებში იღებდეს მონაწილეობას, ამ ტიპის შემეცნებით სივრცეებში იღებდეს მონაწილეობას. ხალხმრავლობას სულაც არ არის საჭირო, იმიტომ რომ იქ მოგვიწევს სიჩუმესთან შეხვედრა, იქ მოგვიწევს ბუნებასთან ურთიერთობა, იქ მოგვიწევს რაღაც მოპოვება თუნდაც საკვების, იქ მოგვიწევს რაღაც ცეცხლის შენარჩუნება მთელი დღეების განმავლობაში, რომ არ ჩაგვიქრეს და რეალურად განცდა ბუნებასთან ყოფის. რაღაც იმ ძველთან დაბრუნება, საიდანაც მოვდივარ და თუნდაც სხვა თუ არაფერი იმით იქნება საინტერესო, რომ გაიგებ რეალურად რას გრძნობდა ის ადამიანი, როცა ისე ცხოვრობდა, როგორც ცხოვრობდა და უკვე რა საინტერესოა, სხვა თუ არაფერი რო არ მოგწეს შენთვის სარგებელი. აი, იქნება რამდენ დღიანი იქნება დაახლოებით და მე კითხვა მაქვს უბრალოდ ამასთან დაკავშირებით. დავიწყებთ პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ დასაწყისის პროცესია, 3 დღიანით დავიწყებ და შემდეგ უკვე დღეების განმავლობაში, უკვე პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დღეების ხანგრძლივობა გაიზრდება იქიდან გამომდინარე, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება უკვე ექნებათ და ნახოთ სადამდე მივალთ. ქურუმთა კვალდაკვალს ქურუმთა კვალდაკვალ. ანუ ამ 3 დღის მერე, აი რა თქმა უნდა, რეალობა ყოველთვის სხვა არის და მოლოდინები წინასწარ რთულია განსაზღვროთ, მაგრამ აი რა მოლოდინი გაქვს, აი რა შეიძლება შეიცვალოს ადამიანში, რომელიც მთელი ცხოვრება ქალაქში ცხოვრობს, კომფორტში ცხოვრობს, 3 დღით გავიდა მხოლოდ და შეხვდა წინაღობებს და ბრუნდება ქალაქში. შენი აზრით რა არის მოსავალნელი, რა ცვლილება აქვს? ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. სულ სხვანაირად შეხედავს ყოფას და იმ კომფორტის ზონას, სადაც არის. მგონია, რომ აღარასდროს აღარ იწუწუნებს ესეთი ადამიანი არაფერზე და მგონია, რომ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს აღმოაჩენს თავის შესაძლებლობებში, ისეთ კარგად გაიცნობს საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ეგ არის აღმოჩენა და აღიარება და მე უკვე დაიწყებს ამ ყველაფრის გადამუშავებას. და დარწმუნებული ვარ, აი ეს კომფორტი, რაც დღეს ყველას გვაქვს, ის იქნება მისთვის ძალიან ადვილი და შესაბამისად ყველა პრობლემაც იქნება ადვილად გადასაჭრელი. ასე რომ შემოკარგებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გელოდებათ ძალიან საინტერესო ჯერ პოდკასტების სახით გავშლით ამ თემებს, რასაც დღეს შევეხეთ, მაგრამ ყველაზე საინტერესო გელოდება წინ, ანუ როდესაც შედგება ეს ქურუმთა კვალდაკვალის ესეთი ტურები, ესეთი გასვლები, რაზეც ახლა საბა საუბრობდა, იქიდან გველოდება რაღაცა, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტები, ჩართვები, ვიდეო ჩანაწერები, ანუ როგორ შეუძლია ადამიანს გავიდეს კომფორტის ზონიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი საინტერესო იქნება, ვინ იქნება პირველი, ვინც გამოგვეხმაურება და იტყვის, რომ მე მზად ვარ შევიმეცნო საკუთარი თავი. აუ, ეგ მართლა საინტერესოა, ვინ იქნება პირველი, ვინც გამოგვეხმაურება და შემოგვიერთდება. ასე რომ გელოდებით, გამოიწერეთ კიდევ ჩვენი არხი და გელოდებით შემდეგ შეხვედრებს. მადლობა ინგრიდ. მადლობა შენ. შეხვედრამდე.